3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკრები ძალის მიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონია. ძალოვანებმა სპორტის სამსახიობაში გამარჯვება ფილადელფიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატში მოიპოვეს და შედეგად გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. საქართველოს ნაკრები წარმატებით გამოვიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა 12-13 ნოემბერს. ჩვენი ნაკრებიდან სპორტსმენებმა 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ჩვენი გუნდი საერთო ჯამში გავიდა გუნდურ პირველ ადგილზე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის და მთლიანობაში ქართული სამჭიდისთვის ძალიან დიდი წარმატება იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს 5-კაციანი ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ ჩემპიონატზე 12 და 13 ნოემბერს ასპარეზობდა. ოქროს მედლების მფლობელები ლევან გილიგაშვილი, სანდრო ფეიქრიშვილი და ნოდარ ტატიშვილი გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ნოდარ ტატიშვილმა ძალის მიერ სამჭიდში მიღწეული შედეგებით მსოფლიო ჩემპიონატზე 310 კილოგრამის ძლია, რითაც ახალი რეკორდი დაამყარა. გაგვიჭირდა, რა თქმა უნდა, იმიტომ ძალიან ძლიერი სპორტსმენები იყვნენ ჩამოსული, რა ქვეყანა იყო ამ შეჯიბზე, რა ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. მაგრამ ისე დონეზე ვიყავი მომზადებული, შედეგს ველოდი. ამ ხელას არა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ ამ ეტაპზე. მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით მოხდა. ძალოვანები სპორტის სამსახიობაში ახალი შერკინებისთვის ემზადებიან, რომელიც ივნისში შვედეთში გაიმართება.